სუნთქვას მნიშვნელოვანი როლი უკავია ტვინის ფუნქციონირების კორექტირებაში. დაგვეხმარება თავიდან ამეცილოთ დაავადებები, მავნეჩვევები, სრულ შეხედულებები და სხვადასხვა ტიპის გაჭირვებები და აშლილობა. ისევ და ისევ მიზანს გავიხსენებთ რა არის, რომ ეს არის ფარული ძალების გაღვიძება და 12 გრძნობათა მოქმედების არის გაზრდა, რათა უკეთ შევიმეცნოთ საკუთარი თავი და გარემო. და უკეთ ვმართოთ რეალობა. მთელი ყველა უბედურება ეს არის ჩვენი ტვინის ღეროების განუვითარებლობა. დღეს უკვე, ჩვენ წინა მოსამზადებელში და ამ ვარჯიშებში რა ვსწავლობთ კონცენტრაციას. და დღეს კიდევ დღევანდელ ვარჯიშში კონცენტრაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და დღეს უნდა გავარკვიოთ კონცენტრაცია და მეხსიერება როგორ არის ერთმანეთთან კავშირში და მეხსიერებას რა ორგანო აქვს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენი თავი რომ მართოთ და ჯანმრთელობა მართოთ, გვჭირდება მეხსიერება. და ამ მეხსიერებას თავისი საყრდენი უნდა კონდეს მატერიალურ სხეულში. რა თქმა უნდა, მეხსიერება მოიაზრება ტვინში, მაგრამ სად არის მისი ორგანო? და დღეს ამას განვიხილავთ. ნებისმიერ იდეალის მისაღწევად, როგორც არა რა იდეალიც არ უნდა იყოს, საჭიროა შემდეგი ატრიბუტები, ეს არის კონცენტრაცია და კარგი მეხსიერება. და როგორც თქვი, მეხსიერება აკონტროლებს ყველაფერს და მეხსიერებას აქვს თავისი ორგანო და ყველას ხსმენიათ, ეს არის გირჩისებრი ჯირკვალი. როგორც კი მეხსიერება, ანუ გირჩისებრი ჯირკვალს გააქტიურება ხდება, მეხსიერება ძლიერდება და მე ის იწყებს კონტროლს ყველა ფუნქციის, ტვინის ყველა ფუნქციის კონტროლს. დღემის წილებში ისევ გავიმეორებ, ხო, მორალური, ფსიქიკური ძალებია და მათი სიმპათიკური ფუნქციები ეს არის შარსსათქესო სისტემაში. მატერიალურში ეს არის კუჭნაწლავი. მათი ნივთიერება, ასე რომ ვთქვათ, გამოყენების ნახშირწყლებია. სულიერ ძალებს დღემის წილში რომელიც არის, მათი გამოყენების ენერგია ფოსფორია. ეს უკვე ალქიმიაში გადავდივართ ნელა. და თუ კი აგერ კეფის წილებს, შეესაბამება მატერიალური ცხოველური ძალები და მათი სიმპათიკური ცენტრები კუჭნაწლავშია. ეს მათი ასე ვთქვათ, მიმართულია ეს ყველაფერი შემდეგი მიზნებისკენ, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტია. სულიერ ძალებში ეს არის ანუ რა ინსტინქტებს ბადებს ჩვენში? ეს არის გამრავლების და თვითგანადურების ინსტინქტი. და მიმართულია სიყვარულს და შინაგან ცხოვრებას და მხოლოდ მენტალური ძალები იმართება გონებით და ემსახურება შემეცნებას. და მათი ცენტრები განთავსებულია შუბლის წილებში, ხოლო სიმპათიკური ფუნქციები განლაგებულია მკერდის არეში, ფილტვებში და გულში. ამიტომ, როდესაც ჩვენ უკვე სუნთქავთ ევოლუციურად, ეს სუნთქვა კავკასიური უგაში, რომელიც არის უფრო მნიშვნელოვანი და რატომ? უკვე მენტალურ ძალებთან არის კავშირში და შემეცნებას ემსახურება. და დიაფრაგმალური და მუცლის ქვედა ნაწილის სუნთქვა ევოლუციურად სხვა დონე არის, ამას კიდე გავივლით. ამიტომ, როდესაც ჩვენ სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებთ, გულმკერდი სულ უნდა გაფართოებული იყოს, რომ სულ მოხდეს სტიმულირება იმ ცენტრების, რომელიც კავშირშია გონებასთან და შემეცნებასთან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაფართოებული გული გულმკერდით სუნთქვა. სუნთქვა მაინც მოხდება, მაგრამ უპირატესად, როდესაც სუნთქვა დიაფრაგმის გარეშე ისე ვიმეორებ, შეუძლებელია, როდესაც ჩავისუნთქავ დიაფრაგმა იწევა ქვევით და გულმკერდში ჩადის ჰაერი და როდესაც დიაფრაგმა იწევა ქვევით, გვინდა არ გვინდა ცოტა მუცელში წნევაც იზრდება და მუცელიც გამოიწევა. მაგრამ უყურეთ რა განსხვავება. ახლა აი გულმკერდით არ ვაკეთებ ჩასუნთქვას. ხედავთ? და მაშინ ხო არის სხვაობა, ახლა უკვე მუცელი ისე აღარ იწევა, მე გულმკერდი გავწიე, გავაფართოე და ჩავისუნ. მაშინ მე ამით უკვე ვაღიზიანებ იმ სიმპათიკურ ცენტრებს, რომელიც კავშირშია ფილტვებთან, გულთან და პირდაპირ ეს სიგნალი მიდის შუბლის წილებთან. თუ კი ადამიანში წარმოსახვა ჭარბობს, ესე იგი რა არის? სულიერება. ესე იგი ის ორიენტირებულია და ცენტრირებულია მორალურ ცენტრებში, აი აქ. ხო, აქ ამ შემთხვევაში მაინც უნდა ჩვენი განზრახვით კონდეს გულმკერდი გაფართოებული. როდესაც ადამიანი სულიერ ცენტრებში ის ცდილობს მატერიალური ცენტრები მართოს, მაგრამ არ გამოსდეს, იმიტომ რომ შუბლის წილები სუსტია. მხოლოდ შუბლის წილების კარგი განვითარებით შესაძლებელია ადამიანმა დაიმორჩილოს სულიერი და ფიზიკური ძალები. ამიტომ გახსოვთ, ვინც ბევრი მოდიოდა რომ ვიწყებდით საიდან სუნთქვას? შუბლით. და ყველაზე ევოლუციურად მაღალი ძალები შუბლში შემოდიან. და მართლაც სანამ ჩვენში არ განვითარდა ქერქი, ხომ? რუხი ნივთიერება და შუბლის წილები არ დაიწყო განვითარება, ადამიანს აზროვნების უნარი, მსგავსი ტიპის აზროვნების უნარი არ გააჩნდა. და სულ ვამბობ, ბუდა ან იესო, ვიდრე შუბლის წილები არ გაჩნდებოდა, არ იყო საჭირო. იმიტომ რომ ვისთვის უნდა ეკადაგათ ის, როცა კაცობრიობა მზად არ იყო ამისთვის. როგორც კი ევოლუციამ გვაჩუქა ასეთი ტვინი, მაშინ უკვე შესაძლებელია ის სიღრმეები და ის სიმაღლეები აღვიქვათ, რასაც ბუდა, იესო ან მუჰამედი ქადაგებდნენ. ანუ ამასაც დრო და მზაობა სჭირდებოდა. მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენ
დღეს უნდა ვისწავლოთ შემდეგი ვარჯიში, რომელიც დაგვეხმარება მეხსიერების განვითარებაში. გირჩისებრი ჯირკვალი. გახსოვთ ხომ, ეს არის გორის თვალი. თანამედროვე ბევრი მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის თვალსა და თავის ტვინის ანატომიას შორის დიდი მსგავსებაა. რომ ეს არის ზუსტად იმ ანატომიის სტრუქტურების გამოსახულება, რაც დღეს თანამედროვე მეცნიერება აღიარებს. და აგერ ხომ, ეს შეესაბამება მხედველების ნორს, ეს არის მოგრძო ტვინი, აქ არის თალამუსი, ეს არის კორძიანი სხეული, აქაც არის, ეს არის კორძიანი სხეული და აქ არის ეპიფიზი, მესამე თვალი ეგრეთ წოდებული, ეს შეესაბამება მესამე თვალს. აქ არის ეპიფიზი. ეს არის გირჩისებრი ჯირკვალი. და თუ კი ჩვენ ყურადღებას მივიტანთ აქ, ეს არის პროექცია, ოღონდ ეს გირჩისებრი ჯირკვალი არის სიღრმეში, აქ ღრმად, უფრო ღრმად და შეესაბამება, ასე რომ ხაზი გავავლოთ მესამე თვალს. ეს არის პატარა კენტიო ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ტვინის ცენტრალურ ნაწილში, ხომ? როგორც გაჩვენეთ. ძალიან პატარა არის, დაახლოებით ესეთი ამხელა 1 სანტიმეტრის და რამდენი მილიმეტრია სიგრძე და სიგანე. ის არის პასუხისმგებელი მელატონის წარმოებაში, ფოსფორის, კალციუმისა და მაგნიუმის მეტაბოლიზმში იღებს მონაწილეობას. სეროტონის სინთეზშიც იღებს, ასევე პეპტიდების სინთეზში და აქვს, იცით როგორი ზემოქმედება, რომ ორგანიზმში ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მოიტანოს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. პასუხისმგებელია ლაქტაციაზე, ალერგიულ რეაქციებზე, საჭრის მონელების სტიმულირებაზე და ჯერ კიდევ და გარკვეულ ემოციური მდგომარეობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ არ არის დადგენილი თუ რა როლი აკისრია გირჩისებრ ჯირკვალს. თუმცა ძველი ცოდნიდან გამომდინარე, ეს არის ეგრეთ წოდებული მესამე თვალი, როდესაც ადამიანები სანამ ფიზიკურ სხეულს შეიძენდნენ, ეს იყო ერთადერთი თვალი შუაში, როგორც ციკლოპებს ჰქონდათ და მერე მისი რუდიმენტირება მოხდა, ის შეიჭრა შიგნით და გახდა ჯირკვალი. და ძველად ადრეულ ხანებში, სანამ ფიზიკურ სხეულს შევიძენდით, ეს იყო ექტოპლაზმური არსებები, ანუ ჩვენ გავიარეთ ეს ეტაპი და ამ თავის ტვინის პროექციაზე ის ტვინიც არ იყო ესეთი ბუშტისებური ორგანო და ამის მეშვეობით ისინი ტელეპათიურად ურთიერთქმედებდნენ. ამიტომ ის გადმონაშთი გარკვეული უნარჩვევები დარჩა, მაგრამ შევიდა შიგნით და ევოლუციას დასჭირდა უბრალოდ ამის შიგნით შეტანა და მერე გარეთ უკვე სხვა ორგანოების გამოტანა, მხედველობა იქნება, სმენა იქნება თუ ასე შემდეგ. მხოლოდ იმ ორგანოთი ურთიერთქმებდნენ. მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ დაუბრუნდეთ იმ უნარჩვევას და გავააქტიუროთ ის ჯირკვალი. თქვენ ეს ყველა გახსოვთ ხომ, ადამის შექმნა მიქელანჯელოსი. და ისევ კვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მიქელანჯელოს ეს სურათი ჰგავს თავის ტვინის პროექციას, განივჭრილ შესრო გავჭრათ. ეს არის ნათხემი, აგერ არის კორძიანი სხეული, აგერ არის ეპიფიზი და იქიდან ღმერთი ხომ ადამს ახებს თავის ქმნილებას თიცხო მიუთითებს. გირჩისებრი ჯირკვლის კულტი აგერ ეს არის რომში, ხომ? ორი აქედან ორი ფრინველი, ეს არის რეალურად იდა და პინგალას გახსოვთ პირველ არკანში რომ გავიარეთ მზისა და მთვარის არხების სიმბოლო, როდესაც ეს არხები გაწონასწორებულია და მესამე სუშუმნაც გაწონასწორებულია, მაშინ გირჩისებრი ჯირკვალი მოდის აქტივობაში. აგერ რომის პაპს აქვს ხო თავის კვერთხზე გირჩისებრი ჯირკვალი, ეს ზოროასტრიზმში და ეს აღმოსავლეთში, ხომ? და ბუნებაშიც კი არის ამის სიმბოლოები, აი ბუდა, ვატიკანი და ბუდას თავის მთლიანად როგორც გირჩისებრი ჯირკვალი. ეს უბრალოდ მე მოვიტანე, რომ როგორ ეს არის ტვინი და ეს არის მთელი სამყაროს სქემა. თავისი თანავარსკვლავედებით და როგორ გავს, რომ ნეირონები, ეს აქეთ არის მარცხნივ ნეირონები, აქ კიდევ კოსმოსი გადაღებული სხვადასხვა მეებით რა შეფერადებით. აბსოლუტური იდენტობა, ეს რას ნიშნავს? მთელი კოსმოსი აგერ თავში გვაქვს. მაგრამ ამას ჭირდება გააქტიურება. გახსოვთ მე მეორე არკანში თუ პირველ არკანის დროს გითხარით, რომ 1 მილიმეტრი კუბი ხო რამხელა ინფორმაცია. ეს არის მილიონობით სინაფსი და რომ თუ კი ერთი მთლიანი ტვინის გაშიფრვა დაგჭირდებოდა მარტო ატლასის დონეზე, 150 ჰექტარი ტერიტორია ჭირდება. ფაქტობრივად ჩვენ ვატარებთ მთელ სამყაროს, მაგრამ არ არის აქტიური. დავედით მესამე არკანი.